Drama. გამარჯობა, მოგესალმებით, მინდა გითხრათ, რომ ეს მე ვფიქრობ ისტორიული და ძალიან საინტერესო დღეარი და ძალიან საინტერესო განვითარდა მოვლენები დედაქალაქში ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წლის წინ, აი ამ დღეს, წუხელღამე და დღეს მოხდა ის საშინელება, რასაც შემდგომში ეწოდა გვირგვლიანი საქმე და არაერთი ადამიანის და არაერთი ფენისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გულისხმობა და აღშფოთება გამოიწვია. დღეს ის ადამიანები გვყავს ჩვენს სტუმრად, ვინც აი ამ ესე ვთქვათ პრობლემატიკის ძირითადობამდე იყვნენ დაინტერესებულები. ბატონი შალვა შაუგულიძე, ადვოკატი გახდათ, გეცოდინებათ ის გახმაურებული სასამართლო პროცესი, თუ კი მას შეიძლება საერთოდ პროცესი დაერქვას და ქალბატონი ეკაბესელია, ყოფილი ადვოკატი და მე თქვენ მინდა ბატონებო კითხოთ, დღეს არ მინდა გავცელდე იმაზე, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ, ისევ ახალგაზრდობის გამოსვლა, ისევ პროტესტის დაფიქსირება და ისევ პოლიცია ჟანდარმერიის ერთიანი რაღაც შეტევა იყო. მოდით გავიხსენოთ ის დღე, გავიხსენოთ ის ფაქტები და აი საზოგადოების ძალიან ბევრი კითხვა პასუხ გაუცემელი არის. ბატონ შალვა, ეგება თქვენ ჩამოაყალიბოთ, არა არის აი ამ თემაში ისეთი მნიშვნელოვანი, რომლის გაშიფრვას და განმარტებას და ახსნას ჯერ კიდევ უჭირს როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას. მივესალმები ტელემაყურებელს, დიდი მადლობა რომ დავით მოწვევისათვის და დიდი მადლობა თემის გახსენებისთვის, რომ მოგზავნეთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმისათვის. თუნებას მოცემთ, მე ცოტა განვაზოგადებ კონკრეტულ საქმეს და ჩემეულ ხედვას მოახსენებ ტელემაყურებელს. ჩემის აზრით, გვირგვლიანი საქმე ეს არ არის განყენებული ერთჯერადი რაღაც უსამართლოდ განხილული, გამოძიებული და განხილული საქმე. ეს არის მე მგონი ლოგიკური შედეგი იმ უსამართლობისა და უკანონობისა, რომელიც თანდათანობით ინერგებოდა რევოლუციის შემდგომ პერიოდში საქართველოში. ჯერ სამართალ წარმოების სფეროში, ანუ პრაქტიკაში და შემდეგ, რაც ყველაზე მეტად საგანგაშო და სავალალოა, უკვე საკანონმდებლო სფეროში. ჩვენ თანდათანობით მივიღეთ ისეთი მე შევეხები სისხლის სამართლის კანონმდებლობას, ისეთი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც არათუ შორდება ევროპულ სტანდარტებს და ასე შემდეგ. არამედ მე ვერ გავიხსენებ და ვერ ვიტყვი თუ რომელი ქვეყნის და რომელი წყობის სისხლის სამართლის პროცესი ითვალისწინებს ისეთ რეაქციულ დებულებებს, როგორცაც დღევანდელი ჩვენი სისხლის სამართლის პროცესი. ახლა ჩემი სიტყვები რო არ იყოს ესეთი ლიტონი საუბარი, მაგალითისათვის ვიტყვი ძალიან არ განვავრცობ ამ თემას, მაგალითისათვის ვიტყვი რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს. რევოლუციამდელ პერიოდში წინასწარი გამოძიების საერთოდ შემაჯამებელი დოკუმენტი ეს არის საბრალდებო დასკვნა. საბრალდებო დასკვნას ადრეზე და ეხლაც ადგენს პროკურატურა. მაგრამ რევოლუციამდელ პერიოდში დაცვის მხარეს ჰქონდა გარკვეული ჩარევის უფლება საბრალდებო დასკვნის შედგენაში. კერძოდ, ცხადდებოდა გამოძიების დამთავრება, დაცვის მხარეს ეძებოდა საქმის სრული მასალა და ვადა, რათა დაეყენებინა ბოლო შუამდგომლობა სასამართლო გამოძიების წინაშე, თუ ამ შუამდგომლობაზე მიიღებდა უარს, შემდეგ ეს საჩივდებოდა პროკურორთან და თუ შემდეგ მიიღებდა უარს, ამის შემდეგ იწერებოდა საბრალდებო დასკვნა. ანუ მხარეთა თანასწორობის პრინციპი გარკვეულწილად იყო დაცული იმით, რომ დაცვის მხარე გარკვეულ ჩართვას აკეთებდა წინასწარ გამოძიების შემაჯამებელი დოკუმენტის საბრალდებო დასკვნის შედგენაში და საბრალდებო დასკვნის არსი მდგომარეობს იმაში, თუ რა კვალიფიკაცია ეძლევა ქმედებას და რა კვალიფიკაციით მიდის ის სასამართლოში. დღევანდელი ცვლილებების შედეგად გვაქვს რა სურათი, რომ შეიძლება გამოძიება წარმოებდეს აბსოლუტურად სხვა ბრალდებით და პროკურორმა ერთპიროვნულად, ისე რომ დაცვის მხარემ ამის შესახებ არც კი იცის, კაბინეტში შეცვალოს კვალიფიკაცია, გააგზავნოს სულ სხვა კვალიფიკაციით საქმე სასამართლოში განსახილველად, ამას ითვალისწინებს საპროცესო კანონის თუ არ ვცდები 295 მუხლის პირველი ნაწილი და
ანუ ფაქტიურად დაცვის განხორციელების ეფექტურობა ნულამდეა დაყვანილი, იმიტომ რომ მთელი გამოძიების პროცესში შეიძლება ახორციელებს დაცვას ერთი ბრალდების წინააღმდეგ და მოულოდნელად საქმე სულ სხვა ბრალდებით მიდის სასამართლოში, რის შესახებაც პოსტფაქტუმ შემდგომ იღებს შეტყობინებას. ეხლა ეს რაც შეეხება გამოძიების სტადიას. ეხლა ვნახოთ რა ხდება სასამართლო განხილვის სტადიაზე. და რა ეფექტური ზომები არსებობს აი ესე სამხრივად ერთპიროვნულად პროკურატურის მიერ შედგენილი საბრალდებო დასკვნის, ანუ მინიჭებული კვალიფიკაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ შევხედავთ ამ საკითხს პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით, აქ არის სავალალო მდგომარეობა და ამ შემთხვევაში არათუ მხარეთა თანასწორობა, ანუ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა თანასწორობა არის დარღვეული, არამედ კატასტროფასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ერთ მხარეს, ბრალდების მხარეს ენიჭება სასამართლოზე მეტი უფლება. ბრალდების მხარეს ეძლევა საშუალება უკარნახოს თავისი ნება და თავს მოახვიოს თავისი ნება სასამართლოს და რატო? 450 მუხლის თანახმად სასამართლო საქმეს განიხილავს იმ ბრალდების ფარგლებში, რა ფარგლებში შევიდა საქმე სასამართლოში, ანუ ვერ ამძიმებს კვალიფიკაციას. სასამართლოს ასევე წაერთვა საქმის უკან დაბრუნების უფლება და დაზარალებულსაც წაერთვა უფლება მოითხოვოს უფრო მძიმე კვალიფიკაცია, ვიდრე ეს მიანიჭა პროკურატურამ. ანუ გვაქვს რა სურათი? საბრალდებო დასკვნებში მინიჭებულ კვალიფიკაციაზე მძიმე კვალიფიკაციას ვერც დაზარალებული ითხოვს, ვერც სასამართლო ანიჭებს და ვერც უკან აბრუნებს სასამართლო. და სასამართლო იძულებული ხდება თავისი განაჩენით დაადასტუროს ამ კვალიფიკაციის სისწორე პროკურატურის მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის, თუმცა შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ ეს არის არასწორი კვალიფიკაცია. ეხლა რატო დავკარგეთ ამდენი დრო? ეს შემთხვევა პირდაპირ ეხება გირგვლიანის საქმეს. მოცემული შემთხვევის სახეზე გქონდა რა სურათი? სანდრო გირგვლიანს მე არაფერს ვამბობ სხეულის სხვადასხვა ადგილებზე, მკლავებზე, ფერდებზე მიყენებულ ნასერ ნაკვეთ მრავლობით ჭრილობებზე, რომლებიც წამების დამადასტურებელია, მე ვამბობ სიცოცხლისთვის სახიფათო ზონაში, კისრის ზონაში სანდრო გირგვლიანს მიყენებული აქვს 11 ჭრილობა, რომელთაგან ამ ჭრილობათა მიერ მოხდა ხორხის სანათურის დაზიანება და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შიდა სისხლდენით სასუნთქი ორგანოები გაჯერდა სისხლით და ასფიქსიით დაიღუპა. ანუ 11 ჭრილობა სიცოცხლისთვის სახიფათო ზონაში, რომელსაც უშუალოდ მოყვა სიკვდილი, არ იქნა კვალიფიცირებული პროკურატურის მიერ განზრახ კვლელობად. და მიეცა კვალიფიკაცია სხეულის დაზიანების, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია სიკვდილი. სასამართლოში შევიდა ამ კვალიფიკაციით საქმე და მოსამართლეს აღარ ქონდა ვინმე გავმეორდები, აღარც უკან დაბრუნების უფლება, აღარც დამძიმების უფლება. და მოსამართლე შინაგანად ასე თქვა თავს იმართლებს, რომ რა ვქნა მე ვერც ვამძიმებ, ვერც უკან ვაბრუნებ, მე იძულებული ვარ ამ კვალიფიკაციის ფარგლებში დავადგინო განაჩენი. აი რა სურათი მივიღეთ და რატომ დარჩა ეს კვალიფიკაცია ბოლომდე. ეხლა მართალია თლათ ესე მართლები ვერ არიან მოსამართლეები და რატო ვერ არიან? რა მომენტი იყო? ორი სიტყვით ვიწყარები ვერ არიან და ხათ გავიკვირეთ, აი კატიად და მარტივად. ეხლა მოგახსენეთ, ვერ არიან მართლები, კი არა ძალიან სწორდავენ, ვინაიდან არსებობს ნორმა მე-18 მუხლი, 437 მუხლი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს ჩაატაროს სრული დიახ ობიექტური და სასამართლო გამოძიება ევალება თუ სასამართლო გამოძიება ჩატარდებოდა რახან წინასწარი არ ჩატარდა ხომ სრულად და ობიექტურად თუ სასამართლო გამოითხოვდა ყველა იმ მტკიცებულებას რომელთა გამოთხოვას ჩვენ ვითხოვდით წინასწარ გამოძიებაში და სასამართლო განხილვის დროს შუამდგომლობებით ეს იყო სატელეფონო საუბრების ამონაბეჭდების სრული საუბრების ოღონდ ღამის 12 საათიდან დღის 12 საათამდე ვითხოვდით. ამოღებულია რაღაც ფრაგმენტები, ზოგი საუბარი 45 წუთი, ზოგი საუბარი მხოლოდ კოჯრის ანძის მოქმედების სფეროში და ასე შემდეგ. რა კრიტერიუმით იქნა შერჩეული, ამას ვერავინ ვერ ხსნის. მაშინ ჩვენ მივიღებდით ისეთ სურათს და იმდენად რეალური იქნებოდა, რომ ეს გამოძიება არასრულფასოვანია და არ შეიძლება ასეთი გამოძიებული საქმის განხილვა, ჩვენ პასუხისმგებლობას დაუძდიდით პროკურატურას და მიმართავდით განცხადებით, რახან ჩვენ ვერ ვითხოვდა ვერც სასამართლო, რომ მათ გამოეჩინათ ინიციატივა და უკან გაეთხოვათ საქმე კვალიფიკაციის დამძიმების მიზნით და სხვა პირთა კვალიფიკაციის სხვა პირთა მიმართ ბრალდების წარდგენის მიზნით.
მაგრამ სასამართლომ ამის საშუალება არ მოგცა და არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის მტკიცებულებათა